სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაც მუდისათა ამინ. ვინ არს მოყვა შემდა ესრეთ კითხა უფალსა შურის მეცნიერმა ვინმე. პასუხად ამა კითხვასა ზედა უფალმა უთხრა იგავი მოწყალისა და კაცმოყვარისა სამარიტელისათვის, რომელმან საკვირველითა თვისითა ხელის მოქმედებითა გვაჩვენა ჩვენი რა არის მოყრობა და როგორ უნდა აღასრულებდეს ქრისტიანი ცნებასა მოყრობისასა. მოწყალება რომელი იგი მან უყო კაცსა შთამბდომილსა ხელთა შინაავაზაკისათა მწყდარსა და ძლიერად ძლივსღა ცოცხალსა არის მაღალი მაგალითი მოყვასის სიყვარულისა. პირველად მით რომელ სამარიტელმა ამან უყო მოწყალება კაცსა უცხოსა და უცნობსა, რომელი იყო შთამომავლობით ებრაელი. მაშასადამე მტერი და მოშურნე მისისა ტომისა, ვინაიდან ებრაელთა ზუდად სამარიტელი. მეორედ მან უყო მოწყალება უანგაროდ, ისრეთ კაცს უყო მოწყალება, რომელს არ შეეძლო გარდახტა და მიერის სიკეთის მიგებისა. მესამედ მახტნა მოწყალება ისრეთ შემთხვევაში, რომელ მის მოწყალებას მიეცა დიდი ფასი, ვინაიდან კაცი იგი წყლული და დაჭრილი იყო, მიგდებული გზისპირად საშიშოსა ადგილსა ზედა, სადაც ავაზაკნი მრავალსხმით გზის დაესხმოდეს და მოკვლიდეს მოგზაურთა. მღვდელმან და ლევიტელმა თუმცა გაიარეს იმ ადგილზე და ნახეს ეს კაცი წყლული, გარნა ვერ გაბედეს იქ დაყოვნება და მიცემა შემწეობისა. ხოლო უბრალო სამარიტელმა აღასრულა მცნება ღვთისა და გამოჩნდა მოყვსად უბედურისა ამა კაცისა. მაშასადამე მან თვით საქმით აღასრულა მცნება მოყვასრობისა. შულის მეცნიერმა, რომელი კითხვიდა უფალსა, ვინ არის მოყვას შემდა, სიტყვით კი კარგად ახსნა რა არის სიყვარული მოყვასისა, მაგრამ შანს რომ საქმით კი არ აღასრულებდა იგი მცნებასა ამას. ეგრეთვე მღვდელი და იგი ლევიტელი, რომელთა იხილეს წყლული დაგდებული და შემწეობა არ მისცეს, უთუოდ კარგად აგიხსნიდნენ და განგიმარტავდნენ ენა მჭერმეტყველითა რა არის მოყვასის სიყვარული. მაგრამ როდესაც მოვიდა ჟამი აღსრულებად ცნებისა ამის, მაშინ მათ გამოაჩინეს, რომ არ აქვთ გულში სიყვარული მოყვსისა. უბრალო იგი სამარიტელი ვერ აგიხსნიდა კარგად სიტყვით რა არის სიყვარული მოყვსისა. გარნა ჩანს, რომ გული ჰქონდა კეთილი და საქმით მან პირველმა აღასრულა ცნება ესა. ჩვენ ხშირად განვიზრახავთ გულში ძმანო ქრისტიანენო და ვიკითხავთ ვინ არის მოყვას ჩემთან. ჩვენსა ხშირად შემცდარნი ვართ ამ საგანზე და მოტყუებული, ვითარცა წყლული იგი კაცი, შთავარდნილი ხელთა შინა ავაზაკისათა. უეჭველი არის, რომ იგი არასოდეს არ მოიფიქრებდა და არ დაიჯერებდა, რომ მღვდელი და ლევიტელი, მისის ჟულის მოძღვარნი, მისნი დამრიგებენი და მასწავლებენი დასტოვებდნენ მას უცხალოდ და შეუწევდნენ. გარნა სამარიტელი უცხო სხვა ტომის კაცი აჩვენებდა მას ესეულდენსა მოწყალებასა. ჩვენც ხშირად შევსწრებით მისთვის, რომ არ განვიცდით გულს და ხასიათსა კაცისასა, არამედ მივხედავთ მხოლოდ მისა გარემოებასა და ლაპარაკსა. ვინ არის მოყვას ჩემთან? შენ მოყვსავ ძმაო ჩემო, ის კი ნუ გონია, რომელიც პირში გეფერება და გაქებს, ტყბილად გელაპარაკება, გარწმუნებს ენითა თვისითა, იგი შენთვის თავს დასდებს, კეთილად და მჭერმეტყველად აღიხსნის,
რა არის სიყვარული მოხსისა. მოგაჩვენებს, რომ იგი შენთვის თავ გამომეტებული არის. გარნა პირიქით სხვას ლაპარაკობს შენზე და გულში შენი შური აქვს. ვინას მოყვას შემდა ზოგიერთ კაცს გარეშეობა და ლაპარაკი სრულიად ეთანხმდება შინაგანსა მისა ხასიათსა. ზოგი კაცი ყოველთვის ღიმილით და ტკბილად ვილაპარაკება ჩვენი. თავის პირზე იგი გამოხატავს კეთილობასა და მოწყალებასა. გულში შეგიძვრება, გეფერება, ვითარცა მელა. შენ კი ფიქრობ, რა კეთილი ხასიათი აქვსო, რა კეთილი კაცი არისო. უთუოდ მაგას ჩემი სიკეთე უნდაო, გარნა ხშირად მოგატყუებს მწარედ და როდესაც დაგჭირდება მართლა მისი მოყრობა, მაშინ გამოჩნდება, რომ იგი სტყუოდა. სხვა კაცი სხვა ხასიათის არის. გარეშეობა მისი შენ გეჩვენება სასტიკად. ბევრი ლაპარაკი მას არ უყვარს. პირში არ გაქებს შენ იგი. რაც გინდა ღირსი და კეთილი კაცი იყო, ხშირად გაგაჯავრებს ფიცხელი და სიტყვითა. პირდაპირ გეტყვის იგი შენსა სიცუდესა. გარნა პირიქით იგი შენზე ცუდს არაფერს იტყვის, არამედ ცდილობს, რომ გაგამართლოს და შეგინდოს შენი ნაკლულოვანება. ყელზე და არ გეხვევა, არ გარწმუნებს ენითა თვისითა, რომ სურს შენი სიკეთე და თავი გადადებულია შენთვის. შენ ხშირად გონია, რომ იგი არის ცუდი ხასიათის კაცი. მას შენ ზულხარ და შენი სიკეთე არ უნდა. გარნა როდესაც მოვა ჟამი და დრო, მაშინ შეიტყო, რომ მას უყვარხარ შენ. იგი არის შენი მეგობარი. მას შეუძლია შემწეობა შენი. ვინ არს მოყვას ჩემდა. შენი მოყვასი ის კი არ არის მო, რომელიც გეფერება და დაგიახლოვდება, მხოლოდ მაშინ, როდესაც შენ ხარ ბედნიერი და კმაყოფილი. როდესაც შენ არ გჭირდება მისი შემწეობა, არამედ მას სურს შენგან სარგებლობა. რაოდენი არიან ესრეთები, რომელოდეს შენ ხარ მათთვის საჭირო და სასარგებლო, მაშინ გემონება, გეფერება და გაქებს, სიყვარულსა და ერთგულებასა მოგაჩვენებს და როდესაც შენ აღარ ხარ მისთვის საჭირო და მეტადრე თუ კი თვით იგი არის შენთვის საჭირო, მაშინ იგი შენ აღარ გიცნობს, აღარ შეხედავს, ზურგს მოგაქცევს. კეთილი და ქრისტიანული მოყვასი გამოგიჩნდება ჟამსა უბედურებისასა. მაშინ მოგიახლოვდება იგი, მაშინ გეფერება, მაშინ განუგეშებს. ვინ არს მოყვას ჩემდა, ამას მოო აგვიხსნის და გვაჩვენებს ცხოვრება და ქცევა თვით უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. წარმოიდგინე და მოიხსენე, როგორ იქცეოდა იგი, როგორ ესაუბრებოდა ყოველ კაცს. მისი ლაპარაკი და უბნობა იყო შეზავებული სიყვარულითა და მოწყალებით, მაგრამ ამასთანავე იყო იგი პირდაპირი. საწყალს უბედურს კაცს იგი ეფერებოდა, ანუგეშებდა, ხოლო ამახს, დიდარს, უგუნურს, ზარს დასემდა ფიცხელითა მხილებით. უბედურს საწყალს დედაკაცსა ეტყოდა, ნუ გეშინი ნასულო, ხოლო ამახთა ფარისეველთა, რომელთა ჰქონდათ ხელში უფლება და შეეძლოთ მისი გაცემა და დაჟა, ეტყოდა, ორგულნო ფარისევენო სოფნო და ბრმანო, მოწაფეთა თვის და უბრალოთა მესევსულთა
უწოდებდა ძმანო, ჩემნო, შვიმნო და მეგობარო. ხოლო უჟულოსა იროდის გალილეის მთავარსა შეუთვალა ერთხელ უთხარით მელსა მაგას. ეხლა აქ გავჩერდებით. ერთი რამე მინდა აგიხსნათ ამ წაკითხულიდან გამომდინარე. ჩვენ ხშირად გვეშლება და ვერ ხვდებით ვინ არის ჩვენი მოყვასი და ვინ არ არის ჩვენი მოყვასი. აი ეს კაცი რომელიც იყო დაგდებული ისეთ ადგილას სადაც ავაზაკები თარეშობდნენ, ხალს ჭრიდნენ, კლავდნენ, ცაცობდნენ, ჩაიარა მღვდელმა, ჩაიარა ლევიტელმა. მღვდელი იცით რაც არის ლევიტელი მიახლოებით ეხლა თანამედროვე სტიქაროსნები. აი ესეთი წოდება ჰქონდათ, ემსახურებოდნენ ტაძარს. არც ერთი არ გაჩერდა. ეს ებრაელი კაცი ვერ წარმოიდგენდა რომ გაჭირვებულს, დაგდებულს თავისი მოძღვარი ჩაავლიდა რომ ყურადღებას არ მიეცემა. ეკლესიის სახური სადაც დადიოდა ის ისე გაევლიდა რომ ყურადღებას არ მიეცემა. და ვერ წარმოიდგენდა თუ მისი მტერი სამარიტელი ადამიანი გაჩერდებოდა მოუვლიდა, უპატრონებდა, დატოვებდა საავადმყოფოში და ეთქოდა რომ რაც დაჯდება ამის ხარჯი იმას რომ გამოვლი გადავიხდა. ჩვენ ღმერთმა მოძღვრებს ზალა მოცეს. რომ იმედი არავის გაუცვლოთ. როგორც ამ კაცს გაუცვლის. ესე რომ შეძლოს მღვდელმა უნდა უყვარდეს ღმერთი და უნდა უყვარდეს მოყვასი ისე როგორც თავისი თავი. ახლა როგორ იყო კიდე ნათქვამი? ადამიანი მოვა გვეფერება, გვაქებს, სულში ჩაგიძრება როგორც მელავ. რა კარგად ამბობს მინდა დათაური გაბრიელი. გონია რომ რა კაი კაცია. აი მას მართლა უყვარვა. და დარჩება თუ არა მარტო შენ რო წამოხვალ შენზე დაიწყებ შორობას. ფიქრობ რომ გამიჭირდება ამ კაცთან მივალო და რომ გაგიჭირდება ეს კაცი საერთოდ გაქრება. ერთხელ მახსოვს ერთი ადამიანი წუხდა ერთი ადამიანის ბედზე. აი როგორ ჩაგრავენ ამ ადამიანს და როგორ ჩაგრავენ და იმდენჯერ მითხრა რომ ამის დაუჯერე რომ იმ ადამიანს ჩაგრავენ. და ცოტა ხნის მერე მეუბნება რომ აი ამ ადამიანზე ვისაც ამბობდა რომ ჩაგრავდნენ მაწუხებსო და უთხარი რომ შემაწუხებსო რა. აი მაშინ მივხვდი რომ ამ ადამიანს არ ედარდებოდა რომ იმას ჩაგრავდნენ. უნდოდა რომ წარმით აღმოეჩინე რომ თითქოს ამას უყვარდა ის ადამიანი, მაგრამ იმა როცა შეაწუხა რაღაცა თხოვა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ უთხარი რომ თავი დამონებოსო რა. აი გამოჩნდა უყვარდა თუ არ უყვარდა იმ ადამიანს ის ადამიანი. ზოგჯერ კაცი არ გაქებს. რაღაცას უხეშად გეტყვის. აი საქებარი ხარ, მაგრამ მაინც აფსაგებო საქებას რა. მაგრამ როცა გაგიჭირდება შენ გვერდზია. როცა ნუგეში გიჭირდება განუგეშებს. აი ეს არის შენი მეგობარი. თუ დააკვირდებით აი ამ პრინციპი თუ მიუდგებით ადამიანის ამოცნობას ძალიან ბევრ ამაში გაერკვევით. ერთი მაგალითი მინდა გითხრათ. აი სულ ყველა ვინც გამოჩნდება ასპარეზზე ან ტელევიზიით ან სადღაცას იწყებს პატრიარქის ქებას. აქებს და აქებს უწმინდეს.
რო აკვირდება ამ ადამიანს არაფერს არ აკეთებს იმას რასაც უწმინდესი ამბობს პირიქით აი ერთი არქიმედრიტი გამოდის ხოლმე ხშირად ტელევიზორით დაჟას უპირებდნენ ან არ ვიცი რაღაც ესეთი იყო წესი დასაჟელია ალბათ ეკლესია რო გულმოწყალია არჟიანის და რამე ეშოროს ამას მაგრამ იმას არაფერი არ შეიძლება ის ისე მიდის როგორც მე ვაკვირდები ერთი რამე უშველის მარტო მაგას ბოლოში ვიტყვი ატრიარქს აქებს უწმინდესმა რომ გაიგოსო მე რო დაჟას მიყირებენო გარდაიცვლება მინერეულებსო და არ უთხრა დამსაჯედო აი ესე ამბობს და იფიქრებ რომ აი ნახე როგორ უყვარს პატრიარქია და ამ დროს უწმინდესმა ვინც გამოარჩია მოსაყრეთ ვისაც იფიქრა რომ აი ხლა მე უძლური ვარ და ამან მარტო შენი ეპარქია ამან ჩემი მოვალეობები შეასრულოს იმას ებრძვის ყოველდღე ეხლა მე თუ შენ მიყვარხარ შენ ვინც გამოარჩიე შენ მარჯვენა ხელად იმას რატომ მოგწევ აქ ხშირად ჩამოდიან ადამიანები არა მარტო ეგ ზოგი უცხოეთიდან ჩამოდის არქიმანდრიტები ზოგი ეპისკოპოსები ჩამოდიან უწმინდეს აქებენ და ისეთ რამეებს აკეთებენ რაც უწმინდესის ცხოვრებისას ეწინააღმდება პირდაპირ მიხვდები რომ ეს კაცი უცნაურად იქცევა და თქვენ უიფიქრებთ რომ ეს შეურაცხყოფები რომელსაც აყენებს მღვდელთავარს უბრალოდ ხდება თვითონვე წამოსვლა თვის განგება უშევსხები რომ ადამიანმა თავის სახე წარმოეჩინოს ამ მოვლენებსო აკვირდებიანო უკრაინელი ღვთისმეტყველებიო და მსოფლიო საპატრიარქო ეს იცით რას ნიშნავს მარტივად რომ ვთქვით ისინი ყველაფრის საქმის ყურში არიან არ არის გამორიცხული რომ მათი დავალებითაც აკეთებს და გაგიკვირდებათ ესეთი რამე რატო ვთქვი ეკლესიას ებრძვიან ნუ გონიათ რომ ეკლესიას არ ებრძვიან სანამ მეორედ მოსვლა იქნება ეკლესიის წინააღმდეგ იქნება წუთისოფელი იოანე ღვთისმეტყველი სახარება რომ წავიკითხეთ ეხლა წმინდა გიორგისთან დაკავშირებით იქ ამაზე იყო ნათქვამი თუ ჩემი მეგობრები ხართ თქვენ უნდა გდევნოთ წუთისოფელმა ამას ამბობს უფალი თუ ხარ ჩემი მიმდევრები უნდა გდევნოთ და ეს დევნა არის ფარული ადამიანი გამოდის თითქოს უნდა რომ თავისუფლება მოვიპოვოთ თავისუფლება გვაქვს ჩვენ როცა მოვინათლეთ ეკლესიაში რომ მოვიდით და მოვინათლეთ თავისუფლება მოგვენიჭეთ ჩვენ ყველანი თავისუფლები ვართ ახაც უცნაურ თავისუფლებაზე ლაპარაკობს პოლიტიკოსი მითიქცევა კაცი და ეკლესია რომ არ აყვა მის ამ ქმედებებს რადგან ეკლესიას ეს არ შეუძლია იქ შეიძლება იქეთ შენი მრევლი იყოს და აქეთ შენი მრევლი იყოს ერთსაც უხსნი რომ ამას მოაკეთებ არ არის ეს კარგი დაპირისპირებულს მეორესაც ეუბნები რომ ამას მოაკეთებ არ არის კარგი ეკლესიამ რომელიმე პოზიცია დაიჭიროს ბევრ ადამიანს გულს ადგენს ამიტომ ეკლესია ცდილობს ორივეს უთხრას სიმართლე ისე კი არა რომ ერთს უთხრას და მეორეს არ ეს არ შეიძლება აქ ნახე ნათქვამი იყო უფლისგან უნდა ავიღოთ მაგალითი გაჭიროებულს უბრალო ადამიანს უნდა ელაპარაკო თბილად რამდენი ესეთი ეკლესია ამას ახერხებს დიდარს მთავარს იმ ადამიანს აი ვისაც შენი დაჟა შეუძლია იმას უნდა ელაპარაკო მკაცრად აკაი მაგალითი იყო მოყვანილი უფალმა დედაკაცს უთხრა ნუ გეშინი ნასულო და ჰეროდეს შეუთვალა მაგ მელას უთხარითო ჰეროდეს მელა დაარქვა და ესე იქცეოდნენ წმინდანებიც
აი ახლა კინოები ხო არის წმინდანებზე. იცით რა არის მათ არასორი? აი ამ წმინდანების ფიც ხასიათს მალავი. უფალსაც ხონდა ორივე. სადაც საჭირო იყო ფიცხი მკაცრი, ფარისევლებთან, ჟურის მეცნიერებთან, თავრებთან, უბრალო ხალხთან თბილად მოსაუბრე და მანუგეშებოდა. და ეს წმინდანების ამ თვისებას არ ყოფილა. ფიცხები იყვნენ. როცა საჭირო იყო, კაცრად ამბობდნენ და ეს აუცილებელია. ამიტომ ადვილად შეგიძლიათ გაარჩიოთ. თქვენ რო კაცი გექცევა, ვინ არის მოყვასი და ვინ არ არის. და საზოგადოდ რომ მოღვაწეობს ის ადამიანიც, ისე ლაპარაკობენ. აი ბულბული უზისო და ისე ჭიქჭიქებენ, რომ რა კარგად, რა ტკბილად ლაპარაკობს. იმათ საქმეებსო შეხედა გული გაგისპირდა. ეს არქიმანდრიტი სამწუხაროდ და მისი მეგობრებიც ესე იქცევენ. უწმინდეს აქებენ და ეკლესიის გრევაში იღებენ ლოკომოტივის ფუნქცია აქვს აღებული. ბულდოზერები არიან, რომ დაანგრიონ ეკლესია უწმინდესის ქებაზე. ეს ჩვენ უნდა ვთქვათ და თქვენც უნდა იცოდეთ. და კიდე ყველას უნდა უთხრათ. თუ დააკვირდებით, ამ ადამიანს ტელევიზიაში გადაცემებს უწყობენ, პირდაპირ ეთერებს აძლევენ, ეხვეწებიან, აბა აქ მოდი, აბა იქ მოდი. განა იმიტომ რომ რამე კარგს ამბობს, მათ საქმეს აკეთებს. და მათი საქმე არის ეკლესიის ტროვა. ერთი პიროვნება ყავს ამოჩემებული, მაგრამ ამით მთლიან ეკლესიას უთხოვს. ეკლესიას აბრალებს რომ ჩვენ თითქოს რომელიმე ქვეყნის მხარეზე. არასოდეს არ ყოფილა ეს. საქართველოს ეკლესია ყოველთვის ცდილობდა რომ ყოფილიყო როგორც უფალი ამბობს, შუაში სამეუფო გზით მოსიარული, არც მარჯვნივ, არც მარცხნივ. ზოგი იქით გვეკაჩება, ზოგი აქეთ გვეკაჩება. მაგრამ ღვთისმსხავლობით, სულიწმინდის მადლით ეკლესია მიუყვება სამეუფო გზას და ასრულებს მის ყველაზე მთავარ მოვალეობას ადამიანი რომ მიიყვანოს ღმერთთან. აი ეს კაცი რასაც ითხოვს ეკლესიისგან, ეს ეკლესიის საქმე არ არის. და რო ხედავთ რომ ეკლესია ამას არ აკეთებს განა, იმიტომ რომ ვინმეს ეშინია. ან ვინმეს კაცია, როგორც ის ამბობს. იმიტომ არ აკეთებს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. არ არის სწორი. ეკლესიის მოვალეობაში ეს არ შეიძლება. თქვენ ყურადღებით იყავით. რო შეგაქებს კაცი, აკარგი კაცი ხარ, რო დაგიწყოს ლაპარაკს, მახის გიგებს. უკვე მახი გამზადებულია. შენ თუ გაები, უკვე შენებრალია, არ უნდა ეჭირო. საქმეება უნდა წარმოაჩინოს ადამიანზე. თავისი ცხოვრების წესი უნდა ლაპარაკობდეს, რომ უყვარხარ. აი მაგალითად, ერთი მრევლი სულ გაქებს კეფერება, სულში გიძრება. დარბს არ აკეთებს იმას, რასაც ეუბნება. აი გეუბნება, მამო, მაგრამ იყვარხარ. და შენ დათქმს არ აკეთებს. არ იყვარხარ. მეორე აფშა გეუბნება. მოვა უხმო დგას. წავა, წამოაკვირდები, ყველაფერს ისე აკეთებს, რაც უთხარ. იმას უყვარხარ. სიყვარული ამაში ვლინდება. უჯერებ თუ არა იმ ადამიანს, ვინც გიყვარს. აი შვილებს მინდა გითხრათ ეხლა. თქვენი დედმამის სიყვარული ვლინდება იმაში, როგორ უჯერებთ. და ნუ იყენებ ბოროტად იმას, რომ თქვენ მშობლებს უყვარხართ. გაგაჩინო. გაგზარდა. მთელი ცხოვრება გაჭმევს. მთელი ცხოვრება გაცმევს. განათლებას გაძლევს.
შენ ჯანმრთელობაზე ზრუნავს. სახში კაი პირობები მოგიწყო. და შენ ერთ სიტყვას თუ გიტყვის, ახალგაზრდა მამალივით წამოყოფ თავს და მიადებ შუბ-შუბზე და ეკინები რაღაცას. აი ნებისმიერ ადამიანს მშობლის გარდა რო გაუბედოთ ის, რასაც მშობელს უბედოთ. რას გიზავთ ის ადამიანი? ცხოვრებაში ახლავს არ გაიგებს. და მშობელს რო უყვარხარ, აი ყველაფერს იტანს. კიდე გეფერება, კიდე გაჭრავს, კიდე გივლის. და თუ გიყვარ მშობელი, დაუჭირთ. რაიდე შმაკირას ეკეთებს, წამოიძდება თუ არა ბავშვი აჯერებს, რომ შენ უკვე დიდი ხარ და შენი უფლებები გაქვს. პიროვნება რო ხარ, დიდი რო ხარ, უფლებები რო გაქვს, ეგ შენმა მშობელმა შენზე კარგად იცის. დაუჯერ. აი რომელი მშობელიც შვილს ვაქებს, ჩემო კარგო, ჩემო ესეთო. გაიზრდება ხოლმე იმის შვილი ეგოისტი. მოგვირდებით. რომელი მშობელი შვილს ეჭუბება, არ აქებს. შეავიწროებს ხანდახან რომ რაღაც უძაზე არ წავიდეს რაღაცა, იმას გაიშვიდეს. ჩვენც ესე მოვიცით, აი თუ დააკვირდებით ეხლა. ჩვენი შვილები ერთმანეთს ეჭუბებიან ხოლმე. აი პატარა გოგო ბიჭი ამა რაღაცა დადო, იმან თუ ხება და ხოტბა არ შეასხა. აუ, ეჭუბება. რატო არ დამილაიქეო თუ რაღაცებს ეუბნები რაღაცა. შენ დალოცვილი შენ რატო უნდა გაქო? რატო უნდა გაქო? აი ბდოთაურას ეუბნება, ვინც გაქებს, ხუპავს. ვინც არ გაქებს და საქმე გვერდზე გიდგას, ის შენი მოყვასია. მეტი რა გითხოს ეკლესია? ამას აკეთებს ეშმაკი, რომ ეს ადამიანები ჩვენი მომავალი თაობა იყვნენ ფარისევლები. აი კაცი მესიჯებს წეს იქ Facebook-ზე, რომ შენ ხარ მისთვის თითქმის ღმერთი. და თავის და შენ მეორე დაქრას, იმავე დღეს მეში წერს ეს სულელი ვინ არის? შენზე. და სად არის მეგობრო? სად არის სიყვარული? ავაგზავნოთ, ერთი აბზაცი დავუჭერ და ისე ჩავდივარ. ესრე იქცეოდი შენ მაცხოვარო ჩემო და ესრედი სახე მოგვე ჩვენ გარდა ჩვენ მარადის უგუნურთა და მარადის დაბრელებუთა არ გვახსოვს მაგალითი შენი არა გვაქვს გულში შენი სახე ჩვენ ვეფერებით და ვაქებთ მხოლოდ მდიდართა და შემძლებელთა ხოლო ღარიბსა და საწყალსა კაცსა ვაჯავებთ და ვაგინებთ შენზე მაცხოვარო ჩემო ფარისევენი და ორგუნი იტყოდეს იგი მზაყვარი არისო და იგი ჩვენი დამღუპველიაო მაგრამ შენ ჯვარცმულ იქმენ ნებით ჩვენი საცხოვრებისათვის და მათთვის რომელი განძღვიდნენ და გაგინებდნენ ჩვენ კი ისრე ფარისევლობთ და ზაყვარებთ რომ ხშირად ვათქმევინებთ ჩვენს თავზე რა კეთილი კაცი არისო იგი ჩვენ გაგვაკეთებსო გარნა გული კი გვაქვს აქვსებული ტერობითა შურითა და საყვარებითა შენი სიტყვა და საქმე ერთი იყო რასაც სიტყვით ასავებდი იმას საქმითად უჩვენებდი არაესრეთნი ვართ ჩვენ ენისა ჩვენისაგან ხშირად წვეთავს თაფლი მაგრამ გული ჩვენი აღსებული არის წარითა შურითა და ტერობითა როდის იქნება მაცხოვარო ჩემო რომელ თვით საქმით დაგემსგავსები შენ და არა მხოლოდ სახელი შენი გვეწოდებოდეს ჩვენ თვით შენ მადლითა შენითა შეგვეციე განაცხოველე ჩვენს გულში ნამდვილი და ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასისადმი
ამინ. ერთმა მოხსეს შენა ეს. რაცეგლა ბოლოს ავიკეთეთ. როგორც მაცხოვარი იყო, რასაც ამბობდა, იმას აკეთებდა, ჩვენც ესე ვიყოთ. და პირდაპირ თქვა გაბრიელ ეპისკოპოსმა, რომ ჩვენ ეგეთები არ ვართ. აი ხო გვაქვს პრეტენზია, მე რასაც ვამბობ, იმას ვაკეთებ. ვერა. ვერცეთი ვერ ვაკეთებ მას. მაგას ვაკეთებდი. უკვე გაწმენდილი იქნებოდი. ზოგიერთი ტელევიზორში გამოდის აი ეს პატივცემული. მე ვარ ცოდავ. მე ვაღარ მოცულობ. და მე ეტყობა თავის დამრიგებლებმა უთხეს ეგ რა თქვია. ქრისტიანობაში ეგ არაფერში აჯდება. და დაიწყო ახლა გადაცემებს აწყობს, დიდ წიგნებს დაალაგებს, გადაფურცლავს, გადმოფურცლავს და რაღაცებს ყვება რომ მართალი. და გვიხსნის რატო თქვა. აი მე წერამთქი დასაწყისში ბოლოს ვიტყვი მეთქი რა უშველის უნდა თქვას რომ შემეშალა ბოდიში დავთავრდა ყველა ნესტორიანელობა ესეთი ერესი არსებობდა ნესტორი იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქი და ერთხელ წამოსდა და თქვა ღვთისმშობელზე ქრისტეს მშობელი და ხალხმა უთხრა მორწმუნე ადამიანებმა უთხრეს რომ ესე მივიტყვითო თქვენო უწმინდესობა უნდა თქვათო ღვთისმშობელიო ქრისტეს მშობელზე მეტია ღვთისმშობელი უფრო მეც ნიშნავს, იმიტომ რომ იმან ღმერთი შვა. ქრისტე ნიშნავს ცხებულს. და გაჯიუტდა. და სიჯიუტის გამო მოიგონა სწავლება, რომელსაც ეკლესია გადასცა ანათემას და რომელსაც ქვია ნესტორიანელობა. ამ კაცს მე ვფიქრობ, აი გულწრფელად წამოსდა რომ მე ვარ ცოდავ, რომ შევიდა იქ. რა ქვია იმას ეიფორიაში, ტელევიზიაში ლაპარაკობ და წამოსდა რომ აბსოლუტურად და ლოცვა ამჭირდება. ეხლა ჯიუტად ამტკიცებს რაღაცას და თქვი რა, შემეშალა კაცო. როგორ ამჭირდება ლოცვა? როგორ ამჭირდება სინანული? როგორ არა ვარ ცოდვილი? საერთოდ აქედანაც შეიძლება მაგალითი ავიღოთ. ერო შეგეშლება. თავი არ იმედა. ეს სინდისი გეუბნება რომ შეგეშალა. და კი არა რომ შემეშალა. ფეროს ლაპარაკობ რომ შენი სინდისი გააჩუმო რომ არ შეგშლია. აი მიკიბა მოხარიქიდან მოყვები ხანაკიდან რომ არ შეგეშალა. და ხო შეგეშალა. და თქვი რომ შემინდე. აი სულეშო და შეგეშალა? შემინდე. დედაშენთან შეგეშალა? შემინდე. შეყვარებულს მოუშალე ნერვები? შემინდე. თავს რო იმართლე. ესე ჭიროა. ადამიანს უთხრა უფალმა, რატო შეჭამეო? აკრძალული ხის ნაყოფია. ევა მომცა. თავი გაიმართლა. ევას ეუბნება უფალი, რატო შეჭამეო? გველმა მომცა, შენმა შექმნილმა, ღმერთს დააბრალეს. და იმიტომ გამოდება. რო ეთქვა შემინდე, სულ სხვა რამე მოხდებოდა. ამ ცოდვას ჩვენ ხშირად ვიმეორებთ. ისიც მაგას აკეთებს. და ესე ჭირო თავის მართლა. შეგეშალა შემინდე. როცა კაცი ფიქრობს რომ შეეშალა ბოდის მოიხდის, იმ კაცის დაშანტაჟება შეცდომით ადვილი არ არის, ვერ დააშანტაჟებ. აი შენ შეგეშალა და ახლა შენზე ამას ვიტყვით რომ შეგეშალა და თუ ჩვენ არ დაგვიჯერებ. იმას გაუხარდება თუ წესიერი კაცი შემეშალა? ხოლმე ვიტყვი რომ შემეშალა. არ დაგიჯერებს. მაგრამ თუ კაც უნდა დამალოს თავის შეცდომა, მიკიბოს, მოკიბოს, გადაფაროს, ისე შეცდომებს ჩაადენინებს იშვილო. რო იტყვის რომ ნეტა ისეთი მეღიარებინა და გადავჩენილი ხალხი. ესე ატყუებს ამ ადამიანებს იშმაკი. და არის საფრთხე რომ შეიძლება ჩვენც მოგატყუოს. თქვენ გეგონებათ რომ აი მას შეიშალა და მე შემეშლება. არა. ჩვენ თუ ყურადღებით არ ვიყავით, ყველაფერი ჩვენ მოძღვარს თუ არ უთხარით, შენ შულში რა ხდება? და თუ ყველაფერი არ მიიღე, მე ისამარი და სიმს დაგადებს ამას. შენ სიმსაზე დადგები. ციხესიმაგრეს უცბად ვერ იღებს წერი. პირდაპირ დაეჯახოს, შეუტიოს, შეიძლება დიდი ზარალი ქონდეს.
ეძებს სად აქვს სუსტი ადგილი ამ ციხესიმაგრეს. თუ უპოვა, იქიდან შევა მერე ციხეში. რამდენი ციხე დაცემულა ესე რომ პატარა გვირაბი გაუჭრია ვიღაცას. სადღაცას ჭუჭრუტანა უპოვია და ჩვენ ციხესიმაგრეები ვართ ეშმაკისთვის. ამ ციხესიმაგრის დამხობა უნდა იყოს. ერი ბოლოში რო ამოვა, მერე შედა ვეღარ დაამარცხო. თავში მე უნდა მოკეთო, სადაც არის და გადაჭრა. სულ უნდა ელაპარაკებოდე მოძღვარს. შენ ნაკლულევანებებს რო იმან გიმპურნავს. ჩვენ კიდე სამწუხაროდ ასე ამიცემთ. და მერე შეცდომები მოვლის. ღმერთმა წმინდა დიდმოწამე გიორგის ლოცვებით, რომლის სენებას დღეს არის, დალოცოს ჩვენი ეკლესია. ჩვენი ეპისკოპოსები. ამაზე ახლა მიდის დიდი ზეწოლა. რომ ისეთი ნაბიჯები გადაადგან, რაც მოეწონება მსოფლიოს და არა ღმერთს. ჩვენ მათთვის უნდა ვლოცულობთ. გვერდში უნდა ვუდგეთ. ჩვენ შეიძლება რამე შეგვეშალოს და ჩვენზეც მუშაობს ეს. თქვენ ჩვენზე უნდა ვლოცულობთ. გვერდში უნდა ვუდგეთ. აი ეს ისავსე ეპისკოპოსი, სამღვდელოება და მრევლებს ერთად. ჩვენ თუ რამე პრობლემა გვაქვს, ტელევიზიაში კი უნდა ჭიკჭიკებდით. უნდა მიხვიდე და უთხრა ადამიანს, ესეა რა, არ შეიძლება ესე, ამას ნუ გააკეთებ. აგინე ხლა რამე რო შეგეშლება მეგობარმა ჩუმად გითხეს და გამოგასწოროს თუ თელ ქვეყანას გააგებინოს. ხო გირჩევნია რომ ჩუმად გამოასწორო შენი ნაკლულევანება. და ჩვენ ხო გვეუბნება წმინდა წელი, როგორც შეგინდა მოგეცნები, ისე მოიქეცი სხვას. ჩვენ სხვებსაც ესე უნდა მოვიცნეთ. ამას კიდე რო ვამბობთ ესე საჯაროდ, ხო რომ გეუბნებით, ამას ვაკეთებთ, იმიტომ რომ საფრთხე აგარიდოთ. საფრთხე არის რომ შეცდით. არასწორი მიმართულები წაგიყვანოთ ამ ადამიანების ქმედებება. ეკლესია გაფრთხილოთ. არ გიხსნათ, მოგაწოდათ რა როგორ არის, რომ სწორი პოზიცია ეკავოთ. ერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა